მოგესალმებით, ეს საჭირო პოდკასტია. მე ვარ ნინი ჯიშკარიანი. მე კიდევ დათუნა პაპუაშვილი და ჩვენ ვართ სტუდია ართოლიდან. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, თუ რატომ გვიჭირს უარის თქმა. ალბათ ყველას ქონია ისეთი შემთხვევა ერთხელ მაინც ცხოვრებაში, როდესაც რაღაცის გაკეთების სურვილი არ გქონდა, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტების გადადება მოგვიწია და მოგვიწია რომ დავთანხმებოდით ამ ყველაფერს იმის გამო, ალბათ გარემოს ზემოქმედების გამო, რომ ვინმეს რამე ცუდად არ ეფიქრა ჩვენზე, რამე უხეშად არ გამოგსულდა და ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესოა შეიძლება თუ არა რომ არა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ამ დროს. აი მაგალითად ნინი შენ გიჭირს უარის თქმა. მე ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და ჩემი პრიორიტეტებით ვისარგებლო. და სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცე. შენ თუ ყოფილხარ ისეთ სიტუაციაში, როდესაც გდომებიან რომ უარი გეთქვა, მაგრამ ვერ მოახერხე უარის თქმა. ალბათ მქონია ასეთი სიტუაცია, ყოველს ცხოვრებაში იქნება ერთი მომენტი მაინც ასეთი და ისეთ რამე კონკრეტული ახლა არ მახსენდება, მაგრამ ალბათ მქონია. მეც მქონია ესეთი შემთხვევა. მიწევდა სადღაც წავსვლა და რომ არ წავსულიყავი, ესე არ გამოდიოდა, ასე რომ ვერ ვთქვი უარი და მოდი ახლა ჩვენი სტუმარი წარვადგინოთ. დღეს ჩვენთან სტუმრად არის სალომე ყუბანეიშვილი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი. და მასთან ერთად ვისაუბრებთ თუ რატომ გვიჭირს არას თქმა. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან გვიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. რატომ ხდება რომ ზოგჯერ ვიცით რომ რაღაცა არ გვინდა რომ გავაკეთოთ, მაგრამ მაინც თანხმდებით? ხო, ხშირად ბავშვებს კი არას დასრულებსაც ძალიან გვიჭირს და მე მგონი დასრულებს უფრო გვიჭირს არას თქმა. და ამისთვის ამაზე ბევრი მიზეზი არსებობს რა. ერთი რო გვეშინია, იმიტომ რომ არ ვიცით ამას რა მოყვება, რას ფიქრებენ ჩვენზე, გაგვსჯიან, შეგვაფასებენ, როგორ იქნება ეს ყველაფერი. მეორე ის რომ არ ვიცით როგორ ვთქვათ არა და იმდენად ბევრი რაღაცები ხდება ჩვენ თავს, ეს ფიქრები რომ გვირჩევნია რომ მარტივად დავთანხმდეთ ვიდრე უარყვათ და თან მე გვაქვს ხოლმე დანაშაულის გრძნობა რა რომ მე ადამიანს ჩემი დახმარება უნდა და რაღაცა შემოთავაზება ქონდა და მე თითქოს ის უარ ვყავი და უარი უთხარი და მე ამ არას გამართლებასაც ვფიქრობთ ხოლმე რომ აი ის კი არა რომ მე უბრალოდ არ მინდა და არას გეოვნები აი რაღაცა საქმე მქონდა ეხლა დაღლილი ვარ ეხლა ცუდად ვარ ბევრ მიზეზებს აი ისე მარტივ არას იშვიათად ვამბობთ რა როგორც წესი არას განმარტებები მოყვება ხოლმე რეალურად კი რა ვიცი ნებისმიერ ადამიანს აქვს არას თქმის უფლება და ამაში არაფერი ისეთი ტრაგიკული არ არის და ჩემი აზრით რაღაც საზოგადოებაშიც არის ეგ ყველაფერი ჩამოყალიბებული, რომ არა თუ ვერ ამბობენ, ვერ ძიღებენ არას, იმიტომ რომ რაღაც თითქოს განმარტებები უნდა მოყვებოდეს ამას. ის არ არის მიღებული, რომ შეიძლება უბრალოდ არ მინდოდეს და ვამბობდე არას. ხო, ეს ძალიან ისეთი გავრცელებული შემთხვევა არის. საზოგადოებაში მიღებულია, რომ ერთმანეთს უნდა მოვერგოთ და რაღაცა ყველაფერი შევასრულოთ, გავუკეთოთ და თან როცა ადამიანი ეჩვევა, რომ შენგან რომ ხშირად თანხმდები ყველაფერზე, მე უარი კიდევ უფრო მეტად უჭირს ხოლმე რა. ეხლა თქვენ მაგალითზე, თუ შენ მეგობარს თქვათ დავალების დაწერაში ეხმარები და 5 ჯერ დააწერინე დავალება და მე-6 ჯერ აღარ მოგიდა, უბრალოდ აღარ მოგინდა. ეს როევნები რომ არა, მე შენ დავალებას არ გაწერინებ, ეს გიყურებს რა ხდება კაცო, ის 5 ჯერ ხო დამაწერინე არა და ეხლა მე-6 ჯერ რაღა დაგემართა, ხო შეგეძლო არა და ეს შენთვისაც რთულია რომ უთხრა რომ არა მე-6 ჯერ უბრალოდ აღარ მინდა და რა ვიცი, ჩემი უფლებაა რომ უარი გითხრა და იმისთვისაც რთულია, იმიტომ რომ ის უკვე შეეჩვია ამას და შენგან მიჩვეულია რომ ის მაინც დამეხმარება და მოლოდინი აქ ისეთი რომ არას არ მიიღებს. ბავშვებს და მოზარდებს რატომ უჭირთ უარის თქმა? ესეც ის იგივე შემთხვევა საზოგადოების ბრალია ეს, იმიტომ რომ ესეც დიან ბავშვებს. რომ ის დილობიანი უნდა იყო, უფროს უნდა დაუჯერო, აი რა ვიცი, სტუმრად მიხვედი და შეიძლება რაღაცა შემოგთავაზეს და სულ არ გინდოდეს, მაგრამ ის სირცხვილია დედა ყურში გეუნება, რომ აი უსტელად არ გამოჩდე და მე ჩემზე რას იფიქრებენ და გადაიღე, მაგრამ თან ზედმეტიც არ უნდა გადაიღო, რომ მე არ გამოჩდეს, რომ აი. ხო და ესეთი რაღაცები ხშირად არის ხოლმე და
ბავშვებს უჭირთ აი ამ წნეხის გამკლავება, იმიტომ რომ ის მშობელია ის შენი სახე, ვინც გზდის რა და ეს მშობლებიც კიდე იმის მშობლებით ვართ ესე გაზრდილები და საზოგადოებიდან გამომდინარე. თუმცა მე ხა თქვენ რასაც მოგისმინეთ და რასაც უყურებ, თანდათანობით ხო ვითარდება საზოგადოება, მშობლებიც ვითარდებიან და ბავშვები კიდე უფრო მეტად. და ეხლანდელ ბავშვებს უფრო უადვილდება რას თქმა და მე თქვენ რასაც გისმენთ და რასაც კადრს მიღმა მოусმინე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რომ თქვენ ამბობთ რომ ჩემთვის ისეთი რთული არ არის რას თქმა და ძალიან ხშირ შემთხვევაში არას ვამბობ შესაბამისად თქვენ თუ გაგვიზიარებთ იმ რჩევებს როგორ გამოგდის ეს ყველაფერი ისე რომ თან საზოგადოება არ აწყენინოთ ჩვენთვის დასრულებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. რა ვიცი, ჩემი მეგობრები მიჩვეულები არიან, რომ აი მაგალითად რაღაცაზე უარი უთხარი და მაგათთვის ეს არაფერია, იმიტომ რომ უკვე იციან, მიცნობენ ბევრი და არაფერია, უჩვეულებრივი მოვლენა არის, რომ რაღაცაზე უარს ვამბობ. ანუ შენთვის საერთოდ არ არის რთული არას თქვა. რა მაგარი. მე ალბათ ვცდილობ ხოლმე უფრო შელამაზებულად მივაწოდო ეს ყველაფერი. მაგრამ ანუ ისა ყოველთვის ვცდილობ, რომ ის არასდროს არ გავაკეთო, რაც მე არ მინდა და ეგ დავგმო. ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს შინაგანი ძალა თქვენ რაც გაქვთ, შეინარჩუნოთ და საზოგადოებაში რასაც არ უნდა გადააწყდეთ, იქ მე იქნება სამსახური, უნივერსიტეტი, სხვა ბავშვები ამ თქვენ პოზიციაზე დარჩეთ და ძალიან გამოგადგებოთ ცხოვრებაში. და თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა, რომ აი ბავშვობა რომ გაიხსენოთ, რაღაც მოეკეცით სხვისი გავლენის ქვეშ თქვენი თავი არ დააყენეთ წინა პლანზე და ცადეთ რომ უფრო სხვისი აზრებით და ფიქრებით გემსჯელოთ. მე ჩემ მეხსიერებაში როგორც მახსოვს ვიყავი საკმაოდ ისეთი თავდაჯერებული და ჯიუტი ბავშვი, იმიტომ რომ ვიყავი დედის ერთა, საკმაოდ გათამამებულად მზდიდნენ და ესეთი ჩემი პოზიციები მქონდა რა, რომ სახში არ მახსენდება რომ რაღაცა გამეკეთებინა ისე რომ მე არ მდომებოდა სამეგობრო წრეში საკმაოდ ისეთ კარგად თავისუფლად გრძნობდი თავს, თუმცა ეს არასშიში მერე და მერე უფრო ჩნდება და რომ გავიხსენო, ალბათ სამსახურში უფრო მქონია ეგეთი შემთხვევები, რომ რაღაცა ჩემი დახმარება უნდოდა ჩემ თანამშრომელს და მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრი საქმე მქონდა, ეს ჩემი საქმე გვერდზე გადავდე და მას დავეხმარე და ის ისევ ჩემ საქმეზე მერე ცუდად აისახა, იმიტომ რომ ის ვეღარ მოვასწარ პირობითად, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე რა. ხო, შესაბამისად, აი ამ კუთხით მქონია ბავშვობაში, ეხლა ნაკლებად მახსენდება, თუმცა ვერ ვიტყვი ესე, რომ ბავშვობაში მსგავსი შემთხვევები არ მქონია. შეიძლება თუ არა, რომ ზედმეტად დამთმობი ადამიანი თავის თავს ავნებდეს. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი ამით თავის თავს კარგავს. ან ის თითქოს დაზრუნავს სხვაზე, მაგრამ ზრუნვა სხვაზე იწყება საკუთარ თავზე ზრუნვით, ხო? მე თუ ჩემ თავს არ ვაფასებ, მე თუ ჩემი თავი არ მიყვარს, ძალიან რთულია, რომ სხვა შევიყვარო, სხვა დავაფასო. შესაბამისად, რაოდენ ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს ურთიერთობები და ეს სიყვარული, ჯობია რომ საკუთარი თავით და საკუთარ თავზე ზრუნვით დავიწყოთ ხოლმე. და მოზარდები რო განვიხილოთ ახლა თქვენი აზრით რატომ ხდება ესე რომ სხვისი გავლენის ქვეშ ექცევიან და აი რაღაც მაგალითად რაღაც სამეგობროში რომ უნდათ მოხვედრა თავიანთ აზრებს არ აქცევენ დიდად ყურადღებას და უწევთ რომ მათი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ხო, ეს ძალიან ხშირად ხდება, იმიტომ რომ ისედაც მოზარდობა არის ასაკი, როდესაც ურთიერთობების დაალაგება უჭირთ. შესაბამისად, ჩნდება სურვილი, რომ რაიმე ჯგუფს იყო მიკუთვნებული, ხო? იქნება ეს სკოლა, რაღაცა წრე, მით უმეტეს თუ თქვათ ახალი გადასული ხარ სკოლაში ან ახალი მისული ხარ რაიმე დამატებით წრეზე, გინდა არ გინდა უნდა ინტეგრირდე, იმიტომ რომ სხვანაირად მარტო დარჩები, როდესაც მარტო ხარ შენ პოზიციას ისე ვერ იცავ, ადამიანს ყოველთვის სჭირდება ვიღაც ერთი ადამიანი მაინც, ვინც მისი მხარდაჭერი იქნება. და როდესაც ადამიანს თვით შეფასება ძალიან მაღალი არ აქვს და მას არ აქვს იმის რწმენა, რომ მე მიუხედავად იმისა ამათი აზრის დავეთანხმები თუ არ დავეთანხმები, მაშინ ურჩევნია ხოლმე, რომ მის აზრზე გადავიდეს, ოღონდ
მათი წევრად მოიაზრებდეს და ის ძალიან ისეთი მტკივნეული მომენტებია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა გვინდა რომ მათი ნაწილი ვიყოთ, მაგრამ ჩემი შინაგანი რაღაცა განწყობა, ჩემი შინაგანი ფასეულობები შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს ამისგან და მე შინაგან კონფლიქტში ვარდება მოზარდი და უჭირს რთული. რას ურჩევდით მოზარდს ამ შემთხვევაში, ანუ ჯობია რომ მარტო არ დარჩეს და ამ სამეგობროში რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს, გაწევრიანდეს თუ ჯობია თავისი აზრები და ფიქრები დაიცვას, თავისი პრიორიტეტები წინა პლანზე დააყენოს და შეიძლება მარტო იყოს. ნახე როგორ არის, ჯობია რომ თავისი ფასეულობები დაიცვას და ეს ერთის მხრივ სარისკოა, რომ ის არ მიიღონ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვისაც ისეთი როგორიც არის მოეწონება. რა შეიძლება იმ კონკრეტულ წრეში ვერ მოხდეს, მაგრამ ეს არ არის რაღაცა ისეთი დიდი კატასტროფა, ასე ვიტყვი რა. გამოჩნდება სხვა ადამიანი, შექმნის თავის წრეს, ვთქვათ და მოდი, რატო გადაწყვიტოს სხვა რომ მე მიმიღებს თუ არა, მე ჩემ წრეს შევქმნი და ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემ შვილებსაც, ჩემ ბავშვებსაც ვისთანაც ვმუშაობ, რომ ნუ გაქვს მოთხოვნილება, რომ ვიღაცის წრის ნაწილი გახდნენ. მოდი შენი წრე შექმენ და შენი ნაწილი გახდნენ სხვები და ეს ბევრად უფრო ისეთი არის ხოლმე საინტერესო. მე ვიცი ბავშვები, რომლებიც თავის აზრს არ აფიქსირებენ იმის შიშით, რომ შეიძლება მეგობრები დაკარგონ და იმ წრეში ვეღარ იყოს, რაც ძალიან ცუდია და თვითონ ბავშვებს ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. კი, ძალიან მოქმედებს ეს Twitch ფასებაზე და მე რაც უფრო ისდები და უფრო ისეთი რთული ურთიერთობები გიწევს, ამაზე ძალიან აისახება ხოლმე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აი დასაწყისშივე ბაღის ასაკის ბავშვსაც კი აქვს ეს მომენტები, რომ ურჩევნია თქვას, რომ რაღაცა თამაში უყვარს, რაღაცა ფილმი მოწონს, რომ ის თავის სოციუმში იყოს, ვიდრე თავისი პოზიცია დაიცვას და აქ მშობლის მხარდამჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ მშობელი იყოს მუდამ მხარდამჭერი, რომ შენ როგორიც ხარ, ესეც მისაღებია, ესეც კარგია და არ არის აუცილებელი, რომ სხვისი მსგავსი იყო. რას ნიშნავს პირადი საზღვრები? პირადი საზღვრები ძალიან ისეთი ფართო ცნებაა და ჩემთვის ზოგადია. და რამდენ ადამიანსაც არ უნდა გითხო, რაღაც თავისებური ხედვა აქვს ხოლმე რა. მე ჩემთვის რა არის იმას გეტყვით, მოდი ესე უფრო საინტერესო იქნება. ჩემთვის პირადი საზღვარი არის ის წერტილი, სადაც თავდები მე და იწყება სხვა. ანუ ჩვენი რაღაცა კუთხით ჩვენი შეხვედრის ადგილით შეიძლება იყოს რა. და ეს პირადი საზღვრები ძალიან მოქნილი რაღაცაა. შეიძლება ვიღაცასთან ძალიან მჭიდრო მქონდეს, მაგალითად, ჩემ ოჯახის წევრებთან. და ვიღაც ადამიანებთან ძალიან ფართო, რომ საერთოდ აი ამ დისტანციის იქით ჩემთან არ მოხვიდე. ოღონდ დისტანცია არ ნიშნავს ისე, რომ შენ ჩემ გვერდზე იჯდები თუ არ იჯდები. შეიძლება გვერდზე იჯდე, მაგრამ მაინც დისტანციური ვიყო. ან შეიძლება ძალიან შორს იყო და მაინც ძალიან ახლოს იყო ჩემთვის რა. ну შესაბამისად ამ ბალანსის დაცვა, ამ ბალანსის დაცვის სწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია ხო? აი ხო თქვენ რო ახსენეთ, შეიძლება ძალიან შორს იყო და მაგრამ ჩემთვის ძალიან ახლოს იყო, ყავს მე ერთი ეგეთი ადამიანი, მაგრამ ველოდები 2 წელია, მაგრამ მართლა ძალიან შორსაა, მაგრამ ვიცი რომ მოვა მაინც. ვინ არის ეს ადამიანი? ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი არის. უცხოეთში ცხოვრობს? ზედმეტად შორს. ხო, ფიზიკურად შეიძლება შორს იყოს, მაგრამ შენ გულში ყოველთვის ახლოს არის, ხო? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვმა იცოდეს რა არის მისი უფლება აქვს და რისი არა? უფლებები ძალიან ზოგადია, ხო? ერთი არის რაღაცა კანონში რისი უფლება წერია, რაც ბავშვს ნაკლებად აინტერესებს რა. შეიძლება რაღაცები ჩამოუწეროს, რომ ბავშვს აქვს ხელშეუხლებლობის უფლება მაგალითად და ნუ ეს კანონში წერია, მაგრამ შენ რამის გეუბნება ეს? არა. ხო, ну ეს ნიშნავს იმას, რომ არავის არ აქვს უფლება, რომ შენ დაგარტყას მაგალითად, ხო? ხა ესეთი უფლებების ესეთი ფორმულირება ბავშვებს დიდად არ ეხმარება ხოლმე რა. მაგრამ მშობლის მიერ დაწესებული უფლებები, რომ მე შენ უფლებას გაძლევ, რომ თქვათ 10 საათამდე უყურო ტელევიზორს. ოღონდ შეთანხმების ნაწილია ეს რა. შენ თუ მეტყვი რომ აუ არა 11:30-მდე და დილით მაინც ადრე ავდგები, შეიძლება გადაიწიოს ამ უფლებამაც, ხო? შესაბამისად არის რაღაცა ფუნდამენტური უფლება
უფლებები, რასაც ისე ვეძახით ხოლმე, რომ უფლება აქვს, რომ უსაფრთხოებაში იცხოვროს, უფლება აქვს, რომ ზრუნვა მიიღოს მშობლისგან და ასე შემდეგ და არის ერთად შექმნილი უფლებები, რასაც მშობელი და შვილი ერთად ქმნიან რა, რომ მე რისი უფლება მაქვს, რისი ნება მაქვს და რას ვიმსახურებ საპასუხოდ. თუმცა პასუხისმგებლობა ბავშვმაც უნდა აიღოს. ესე ვერ ვიტყვი მე, რომ რაღაცა ბავშვის პასუხისმგებლობები არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს რაღაცის მიმართ თავისი პასუხისმგებლობა ქონდეს. სხვანაირად ვერ ჩამოყალიბდება ეს პიროვნება. მაგალითად, ეხლა ისევ მოზარდზე რომ განვიხილოთ, მოზარდის მაგალითზე, როდესაც შენი მეგობარი გაიძულებს, შეიძლება ესე გამოდიოდეს, რომ რაღაც გააკეთო, რაც არ გინდა, როგორ უნდა დაიცვა შენი პოზიცია და როგორ უნდა უთხრა უარი ისე, რომ არც უხეშად გამოგივიდეს, არც აწყენინო მას და ამავდროულად არც შენს თავს ავნო. რთულია, ძალიან რთულია, მოზარდობაში, მერეც დასრულობაში კიდევ უფრო რთულია. თუმცა ალბათ აქ არის ხოლმე ის, რომ აუხსნა მაინც რა, რომ აი ეს ამ გარემოების გამო მე შენ უარს გეუბნები. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე თქვი და ეხლა ვიმეორებ, რომ ახსნის გარეშეც გაქვს შენ უფლება, რომ უარი უთხრა. მაგრამ როდესაც ადამიანი შენთვის ახლობელია, შენთვის მნიშვნელოვანია, ჯობია ხოლმე რაღაცა ისეთი სხვანაირად ახსნა ხოლმე. თუმცა არ მოიგონო რა, რომ აი თუ სადმე წაყოლა არ გინდა არ უთხრა, რომ აი მე ხა სიცხე მაქვს ან რაღაცა სხვაგან ვარ წასასვლელი და იმიტომ არ მოყვები. გულწრფელად აუხსნა რა, რომ მე ხა იმიტომ არ მოყვები, რომ თქვათ ის ადგილი სადაც ჩვენ მიდიხარ, ჩემთვის კომფორტული არ არის და ან გაგიგებს ან არ გაგიგებს. მაგრამ ის უკვე მისი არჩევანია. სად უნდა იყო ნებისმიერი პასუხისთვის. კი. როგორ შეიძლება საკუთარი აზრის მშვიდად და თავდაჯერებულად გამოხატო? ჩვენ თუ შენ თავში დარწმუნებული ხარ, შესაბამისად შენაც უკვე თავდაჯერებულად გამოხატავ, ხო? თუმცა ეს თავდაჯერებულობა როგორ იცნება, იცი? ვერ იტყვი, რომ ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება იყოს თავდაჯერებული. ეხლა მე თქვენთან რო ვსხედვარ, მზივარ, მეტნაკლებად თავდაჯერებული ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის კომფორტული სივრცეა. ბავშვები ხართ, მოზარდები ხართ და მე მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. თუმცა ეხლა მე რო დამსვა უცხო ადამიანებთან, დასრულებთან, რომლებიც ჩემთვის შესაბამის რთულ და არასაინტერესო თემაზე საუბრობენ, საკმაოდ არათავდაჯერებულად ვიგრძნობ თავს და ალბათ ხმასაც არ ამოვიღებ და უბრალოდ ვიქნები პასიური მსმენელი, იმიტომ რომ არ მექნება არც სურვილი და არც შესაძლებლობა გულწრფელად რო გითხრა, რაზე ვისაუბრო მათთან ერთად და ჩემი თავდაჯერებულობა უცებ გაქრება სადღაც. სხვა რაღაც არის თვითშეფასება. როდესაც მყარი თვითშეფასება მაქვს მე, რა გარემოებაშიც არ უნდა მოვხვდე, მე შემიძლია ვთქვა, რომ აი კი, შეიძლება ეს თემა მე არ ვიცოდა, შეიძლება ეს ადამიანები ჩემთვის უცხოები იყვნენ, მაგრამ მე ჩემ თავთან მაინც კომფორტულად და მყარად ვართ და ამიტომ ჯობია ხოლმე რომ ეს თვითშეფასებაზე ვიზრუნოთ, ასე ვთქვა. და ეხლა გადავიდეთ უკვე რჩევებზე, რას გვერჩევთ, როგორი პატარა ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ არას სწავლა, არას თქმის სწავლა. ჩემთვის თქვენთვის რჩევის მოცემა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ მგონია რომ ჩემზე კარგად იცით ამ დიალოგიდან გამომდინარე. თუმცა ერთი რისიც თქმა შემიძლია არის ის, რომ საკუთარ თავთან იყავთ მართლები პირველ რიგში არასთქმის დროს და მე თუ ჩემ თავთან მართალი ვარ, შესაბამისად სხვასთანაც მოვახერხებ, რომ აუხსნა ჩემი უარის მიზეზი და ეს გვეხმარება ხოლმე არასთქმაზე. კიდე შეიძლება ძალიან ახლობლებთან ივარჯიშოთ, იმიტომ რომ ვინც ზუსტად იცი რომ გაგიგებენ, იმას არ აუშავს აწყენინებ, შეურიგდებით. ეხლა უცხოსთან შეიძლება ურთიერთობა გაგიფუძოს. თქვენს რომ მითხრათ, ალბათ თქვენ რა რჩევებს მისცემდით ბავშვებს და დასრულებსაც, რომ როგორ უთხრან არა? ალბათ ყველას აქვს თავისი პრიორიტეტები და არ უნდა გადავიდნენ ამის ზღვარს და არად უნდა დაიცვან მათი ეს აზრები. კი, ვეთანხმები ნინის და ასევე არ უნდა კონცენტრირდნენ იმაზე, თუ სხვები რას ფიქრობენ მასზე ან სხვა რამეზე და სხვები როდესაც აიძულებენ რაიმეს გაკეთებას, ესე რომ ვთქვათ, თუ მათ არ უნდათ, რა თქმა უნდა შეეძლოთ უარის თქმა და უნდა იყვნენ თავდაჯერებულები და გახსნილები ამის მიმართ. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა, მადლობა. და თუ უარის თქმის შემდეგ დამნაშავედ ვიგრძნობთ თავს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ემოციას? დანაშაულის გრძნობა არ არის ცუდი.
და არ არის აუცილებელი რომ მას გაუმკლავდეთ. რაღაცების გაზრებაში ძალიან გვეხმარება რა. და მნიშვნელოვანია რომ ამასაც შევეგუოთ რომ რაღაცა დროს მე შეიძლება თავი დამნაშავედ ვიქცნო და ამით არაფერი ისეთი არ ხდება. თუმცა ამის გააზრების მერე და შენი თავის გაანალიზების მერე შეგიძლია უბრალოდ იმ ადამიანს ვის წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობ გაუზიარო შენი გრძნობები, შენი ემოციები, შენი ფიქრები და უთხრა რომ მე ვხედავ რომ გაწყენინე, მაგრამ რეალურად ესე იყო. თუმცა იმის გამო რომ მე თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო, არ ღირს შენი პრიორიტეტების დათმობა. და ჩემი აზრით ვინც ნამდვილი არის, ნამდვილი მეგობარი ან ისეთი ადამიანი, ახლო ადამიანი ის ყოველთვის გაგიგებს, ეცდება რომ გაგიგოს და აუცილებლად მოგვარდება თქვენ შორის ურთიერთობა. შესაბამისად ისე უნდა მოხდეს ყველაფერი, როგორც შენ იგრძნობ კომფორტულად თავს. არის თუ არა რაიმე სავარჯიშო, რომელიც ბავშვებს დაეხმარება საკუთარი აზრის გამოხატვაში? საინტერესო. ხო, დასრულებსაც ალბათ ბავშვებსაც გვირჩევდნენ ხოლმე, რომ ესე სარკის წინ ივარჯიშო და ჩემთვის რა ვიცი, დიდად კომფორტული არ არის მაგალითად, რომ ესე ველაპარაკო სარკეში ჩემ თავს, ხო, ეს სავარჯიშო გამიგია. იცი როგორ რაღაცას გეტყვი? ჯობია რომ შენ თვითონ მოიგონო ესეთი სავარჯიშოები, იმიტომ რომ ინდივიდები ვართ რა, ჩვენ ყველას განსხვავებული რაღაცები გვშველის, რაც მე დღეს მიშველი, შეიძლება შენს არ გიშველო. შესაბამისად, თუ ახმოაჩენ იმ რაღაცა წერტილს, რაც დაგეხმარება უკეთ თავის გაცნობაში, მაგალითად, რა ვიცი, გეჭიროს კონკრეტული ნივთი ხელში ან რავი, ეს ბეჭედი კარგად მაქვს დაცდილი, ხუმრობ. რაღაცა ის რიტუალი, რაც შენ გეხმარება, რომ თავი უკეთ იგრძნო, ამას თუ აღმოაჩენ, მე შეგიძლია სხვას გაუზიარო, მაგრამ სხვაზე ან იმოქმედებს ასე ან არა. თქვენ ხო არ გაქვთ რაიმე ისეთი, რაც თავს უკეთესად გაგრძნობინებთ ხოლმე? შეიძლება ჩაწერო შენს რვეულში რაღაც შენი აზრები, ფიქრები და ეს თუ რაღაცას ვერ ეუბნები ადამიანს, ეს შენ საკუთარ თავთან ლაპარაკი გეხმარება ჩემი აზრით. აი შეიძლება წერილი გავუგზავნო კიდევაც თუ პირადად ვერ ეუბნები, ხო? და თან შენ ხო არ გაქვს რაიმე იდეა მასთან დაკავშირებით? მე არა, ესეთი იდეა არ მაქვს. ისედაც კი ადვილდება მგონი და იმით. არ მიფიქრია. სიმართლე რო გითხრათ. პირდაპირ ეუბნები. სათქმა. არა, ეს მხატ პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად, მაგრამ ცოტა ირიბადაც არა. რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, რათა ბავშვმა უკეთესად გამოხატოს თავისი აზრი? რითი უნდა დაეხმაროს? ხო, შეიძლება ავარჯიშოს ხოლმე და ჯერ მშობელთან განიხილოს ეს თემა, რომ აი რა ხდება, როგორ შეიძლება. ხან პირდაპირ რჩევები არ არის ხოლმე ამ დროს გამართლებული, იმიტომ რომ ის სიტუაცია მშობელმა ესე კარგად არ იცის რა, იმიტომ რომ იმ სიტუაციაში, როცა ბავშვი სიძნელე შეხვდა, მშობელი არ ყოფილა. შესაბამისად, განცდა ხდება მშობლის მხოლოდ მოყოლილისგან და ამიტომ ჯობია ხოლმე რომ დაუტოვოს სივრცე, რომ აი დაეხმაროს, რაღაცა კითხვები დაუსვას დამატებით, თავისიც გააზიაროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც შულზე დატოვოს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, რა გააკეთოს და პირდაპირ არ უთხრას, რომ აი ეხა შენ რაღაცა თქვა ამასთან აღარ იმეგობრო, რახან ეს მას შენი არ ესმის, ან მსგავსი რაღაცები. კი, ჩემი აზრით ეს ყველაფერი საერთოდ ოჯახიდან მოდის, ეს საზოგადოებაში ეს დოგმასავით რო არის გავრცელებული, რომ თითქოს შენი სურვილები უნდა დაგმო და არ უნდა თქვა რომ რაღაც მომენტში ამის გაკეთება გინდა. ამას თითქოს ასწავლიან მშობლები ბავშვებს, რომ უფრო ზრდილობიანები გამოჩნდნენ და ეს ზრდილობასთან ჩემი აზრით არაფერ შუაში არ არის. ხო, მშობლებს უფრო ეშინიათ ხოლმე, რომ თვითონ არ გამოჩნდეთ ისინი, ვინც გაზარდა უზრდელი შვილი. და ეს თავისი პრობლემები უფრო ახოლმე ვიდრე ბავშვის რა და მე რო არ გამოვჩნდე ცუდი დედა, ვცდილობ ხოლმე, რომ ეს ჩემი შვილი იყოს ესეთი. ის ვინც ყველას ერგება, ძალიან კარგია ესეთი. ესეთ პოზიციაში არის ხოლმე და რეალურად იმ დროს ბავშვი რას გრძნობს, მშობელი გვიან ხვდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ესეც გაითვალისწინონ მშობლებმა და ეს სიტუაციაში არ ჩააგნონ შვილები. მაგრამ მაინც მგონია, რომ ნელ-ნელა ესეც წყდება და უფრო გაცვიცნობიერებული მშობლები მოდიან, ვისაც უკეთეს ცნობს და ეხა გამიგია კიდევაც, რომ უფრო ბებიებს და ბაბუებს ადანაშაულებენ ხოლმე ამაში, რომ
თითქოს ისინი უფრო არიან ის ვინც ბავშვს მიუთითებს რომ კარგი უნდა იყოს. თუმცა ეს კარგად ყოფნაც ესეთი ცნება არის. ვინ არის კარგი ეს უკითხო. თქვენი აზრით როგორ უნდა შექმნა მშობლებმა ისეთი გარემო, სადაც ბავშვს არ შეეშინდება, რომ თქვას ეს არ მინდა, ან ეს არ მომწონს. ნიშნავენია რომ არ იყვნენ ესეთი უსაფუძვლოდ მკაცრი მშობლები, ესე ვიტყვი რა, იმიტომ რომ სიმკაცრეც არ არის ცუდი და ზოგ შემთხვევაში საჭიროა და ამითი ბავშვი თავს ზოგჯერ უსაფრთხოდ გრძნობს, მაგრამ თუ მშობელი ყველაფერზე უყვირს შვილს, ყველა მის შეთავაზებას უარყოფს, მაშინ უკვე ბავშვი ხვდება, რომ ეს შემთთვის დაცული სივრცე არ არის. მაქსიმალურად უნდა იყოს მხარდამჭერი მშობელი, უნდა მოусმინოს შვილს და შესაბამისად მასაც უფრო გაუადვილდება უარის თქმა. და სასურველია რომ მშობელმაც ახსნას ხოლმე თავისი უარის მიზეზი. თქვათ, რატო არ გაჭმევ დღეს მეხუთე ნაყინს? შეიძლება მარტივი ასახსნელი იყოს, ხო, მაგრამ ბავშვს არ ესმის და რო აუხსნას მეხუთეჯერ, ეგეც არ იქნება ცუდი. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყავით და გვესაუბრეთ თემაზე. თუ როგორია საკუთარი აზრის გამოთქმა და უარის თქმა. მადლობა დიდი მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. რატომღაც მეგონა რომ არას თქმა ბავშვებსაც ისევე უჭირს როგორც სასრულებს და თითქოს თქვენიდან გამომდინარე თვად ასე არ ყოფილა, ან თქვენ ხართ ესეთი უნიკალური ბავშვები. რამაც ძალიან გამახარა, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი იყო სალომე ყუბანეიშვილი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ თუ რატომ უჭირთ მოზარდებს უარის თქმა. ძალიან დიდი მადლობა და ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე.